მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორისაა ქალაქ მარნეულის შემოვლითი და სოფელ სარალში შიდაგზის მოწყობის სამუშაოები. ორივე პროექტით ჯამში 6 კილომეტრამდე გზა მოეწყობა, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 4 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 კილომეტრის სიგრძის თანამედროვე სტანდარტის ბილიკები, პანდუსები და ხე ნარგავებისთვის სპეციალური კუბები. ტერიტორიის გამწვანებაზე ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს. პროექტის სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 1,900,000 ლარია. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მარნეულის შემოვლითი გზის გაკეთება, რომელიც არის დაახლოებით 3 კილომეტრი და 400. ეს გზა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან, მნიშვნელოვანია ძალიან მოსახლეობისთვის, გადაადგილებისთვის. ასევე ქვემო სარალში მიმდინარეობს შიდაგზების მოწყობა. გადავწყვეტეთ, რომ ქალაქის შემოვლითი გზა მოვაწყოთ, რომელიც დააკავშირებს ორ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, ეს არის მარნეულ-ლომთაგორა და მარნეული-აზგენ-თაზაგენდის გზას. იქნება მაგისტრალური გზა, მოეწყობა 6 მეტრის სიგანის ორფენიანი ასფალტობეტონის გზა. პროექტი ახლა ამ ეტაპზე პირველი ეტაპი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან, შეადგენს 1 მილიონ ლარს.